საქართველოში განათლების სექტორის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რეგიონებში კერძო სკოლების განვითარებაა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ფინანსური ბარიერები, სკოლები ცდილობენ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს მოერგონ. ზესტაფონში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს კერძო სკოლა ანაბასისი. როგორც სასწავლო დაწესებულების დირექტორი ქეთევან ედიბერიძე აცხადებს, სკოლა მოსწავლეებს უსაფრთხო და ინოვაციურ სასწავლო გარემოს თავაზობს. მისივე თქმით, სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმ ბარიერების დაძლევას, რომელიც რეგიონში არსებულ სკოლებს ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ. კერძო სკოლას ნამდვილად აქვს ხოლმე გამოწვევები, რომელი გამოწვევებიც უნდა გადალახოს, თუ უნდა რომ იარსებოს. სკოლა ანაბასისი 29 წელია უკვე არსებობს და ნამდვილად ტრადიციულად იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს თავისი მიღწევებით. ვცდილობთ რომ ჩავერთოთ არაერთ პროექტში, რომელიც სკოლას მატერიალურ ბაზასაც გაამდიდრებს. ასეთი იყო გასულ წელს STEM პროექტი მასწავლებლებისათვის, კონკურსის საფუძველზე ჩავერთეთ ამ საერთაშორისო პროექტში. რამდენიმე მასწავლებელი გადამზადდა სწორედ STEM მიმართულებით უნარების გასაძლიერებლად და სკოლას საჩუქრად გადაეცა ნაკრებები, STEAM-ითი ჯგუფის მიერ დამზადებული ნაკრებები, რომლითაც სწორედ ვაპირებთ STEM პროექტის განხორციელებას. ჩვენ სხვათა შორის ამ STEAM-ითი ჯგუფთან დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ თანამშრომლობას ითვალისწინებს და ვფიქრობთ, რომ მათი თანადგომა ჩვენ საშუალებას მოგცემს სწორედ აი ამ ახალი მიმართულებით, STEM მიმართულება დავნერგოთ არა მარტო კლასგარეშე სივრცეში, არამედ საგაკვეთილო სივრცეშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგაკვეთილო სივრცეში STEM მიმართულების დაანერგვა და შესაბამისად ინტეგრირებული სწავლების განხორციელება საშუალებას გვაძლევს მოსწავლეები უფრო შემოქმედებითი აზროვნების უნარის მქონენი და უფრო კრეატიულები იყვნენ. ოფიციალური სტატისტიკით 2023-24 სასწავლო წლისთვის ქვეყანაში იყო დაახლოებით 2300-მდე ზოგადი განათლების დაწესებულება. კერძო სკოლების წილი 210 შეადგენდა. მიუხედავად განსხვავებული რესურსებისა, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის, ახალი სასწავლო წლის დაწყება ერთნაირად მნიშვნელოვანია. ქვეყანაში საგანმანათლებლო კერები ოფიციალურად 15 სექტემბერს ამოქმედდება. ძალიან მიყვარს აი ეს ზრუნვა და მერჩია, რომ აი ეს ჩემი რაღაცა უარყოფითი ტკივილი გადამეტანა საქმეზე და გადავწყვიტე რაღაცატომ რომ ეს შემეგროვებინა ქვები და რომელზეც ჩემი თარდი თითქოს ამის ფერების და მიხედვით ვარჩევდი, რაღაცას ვამტვრევდი, თითქოს რაღაცას ვაკეთებდი და ბოლოს მე წარმოვიდგინე რომ აი ამას მოდი ქოთანს გავაკეთებ, ამით კალათას გავაკეთებ, ამით რაღაცას გავაკეთებ და ბოლოს იქცევ ჩემი ხელსაქმე, ძალიან შევიყვარე. ამ წუთში ვიტყვი რომ ჩემი ქვები ძალიან სადაც არ უნდა მივდიოდე, ხო? ყველგან ვეძებ ქვას. ისეთ ფერებს და აი როდესაც რაღაცას ვაკეთებ, შეიძლება ერთი ქვა მოხსნა რამოდენიმე ადგილზე, იმიტომ რომ აი იმ ადგილს არ უხდება, მაგრამ აი იმ ადგილს უხდება და ძალიან მიყვარს და ამით რა ვიცი, ძალიან შევიყვარე ეს ჩემი ხელსაქმე და ეხლა ასე რომ ვთქვათ, მეკცა საქმედ. სადაც მე უკვე ხალისო, ბედნიერი ვარ, ჩემი ხელნაკეთებით მე თვითონაც ვახარებ ჩემ გულს. რა ვიცი, ერთ სიტყვით ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, როდესაც ჩემი ოჯახურ საქმეებს მორჩები, ჩაუჯდები და ვაკეთებ ხოლმე მთელი ბედნიერებით ამ ყველაფერს და მიხარია რომ ჩემი ხელით შექმნილი არსებობს რაღაცები ჩემს სახლში და გადასაგდები ნივთები, რომელიც თუნდაც კამი იყო, თუნდაც რაღაცა ბედრო იყო, თუნდაც რაღაცა თასი იყო, ყველა ეს ახალი სიცოცხლე შევძე. ისე ძალიან მიყვარს ეს ჩემი ხელნაკეთებით, რომელიც ჩემს ეზოში დგას და ზედმიდევებს ჩემი ხელნაკეთი ქოთნებით მე უკვე ყვავილებს, ქოთნებიце და სადგამად გამოვიყენე ყვავილების სადგამად ეს დამტრეული ნივთები და კიდევ გავუგრძელე სიცოცხლე ამ ნივთებს, რომლებიც იყო უკვე სანაგვეზე მოსასროლი და რატომაც არა. შეიძლება რომ რაღაცით ხელთავიდან შევიყვაროთ ის ნივთი, რომელიც უკვე ერთ დროს გადასაგდები იყო ადამიანებისგან და მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც. ახლა ძალიან ლამაზად მაქვს ეზოში მორთულები. მოდენიმე ვარდი რო ვიყიდე, მე თვითონ ვაკალმებ.
ძალიან ძვირადღირებული ვარდები რომ ვიყიდე და ფიზიკურად საკმაოდ ძვირი არის რომ ეს უკვე გადავამრავლე და სხვათა შორის 1-2 წლის უკან იმდენი დავაკავლე ალბათ 1-300 ძირი თელ სამეგობროს დაურიგე უბნის ახალგაზრდებს დაურიგე ვინც უბანში რძლებად შემოვიდა და ვამბობდი რომ ახარეთ ადამიანებო და აი მე მოვალ და მე ვნახავ და სულ ვამბობ კიდეც საიდუმლოს გაგიმხელ მე რომ მოკვდებით ყვავილები არ მომიტანოთ ვამბობ რამდენი ცოცხალი ვარ ერთი ძირი მაჩუქეთ მოვუვლი და ვიტყვი რომ მან ეს მაჩუქა და ძალიან გამოვედნიერებს მეთქი და ეს არის ჩემი მასრობით ნათქვამი ხოლმე და რა ვიცი ასე ცოტა-ცოტობით შევაგროვეთ ძალიან ბევრს ვამრავლებ და იცი რაც ყველაზე ძალიან მიყვარს თუ ვინმეს იმდენი მაქვს დაკალმებული რომ ადამიანებმა წაიღოს იცი რატო ხარობდეს ისინი სხვა სიცოცხლეს მატებენ მე როცა მასთან სტუმრად მივალ იქ დამხვდება რომ ის ჩემი ნაჩუქარია და მე თვითონ ვიღებ იცი რამ ხელა სიამოვნებას ვიღებ ძალიან მე თვითონ მიხარი ცხოვრება ჯახია თუ ორ ადამიანს შორის ცხოვრებას აი ადამიანურად ჯახები გვერდზია ბედში არ დავიდებით ცხოვრება ოჯახი ისე არაფერი არ მოვა მე და ჩემი მეუღლე ვართ ის ადამიანები სადაც ძალიან გაგებით ვეკიდებით არაფრისგან დავსახდით არაფერი არ დავხვედრიათ ვიშრომეთ და ჩვენივე ხელებით სხვათა შორის ეს სახლი ზურას აშენებული არის ყველა კარფანჯერა ჩემი მეუღლის გაკეთებულია მათ შორის კაცივით ვედაკი გვერდით მეც ცარიელი ხელებით მოვედით დღემდე და იცი რა მახარებს ეს ჩვენი ხელით შექმნილი და მაშინ გადავწყვიტე იდეა დამებადა რომ აი ფელჩატკებში გავაკეთე ხელები და გავაკეთე ჩემს ეზოში და როდესაც უნდა გამეღება ვთქვი აი ამ ხელებს ოქროსფერი შეშევდეს იმიტომ რომ ამ ცარიელი ხელები და ზუსტად იმ ოქროს ხელებმა შექმნეს ბევრი არაფერი უბრალოდ ჩვენ გვიხარია შვილები ყავს 5 მათ შორის 3 ქალიშვილი და 2 ვაჟიშვილი ღმერთის წყალობით ყველა შემდგარი ადამიანები, ყველა თავისი გზა არჩეული, განათლებულები, უმაღლესი განათლებით, ზოგი თავთავის სპეციალობითაც მუშაობენ. მყავს საკუთარი 4 შვილი და მე-5 მყავს ჩემი გაზრდილი, რომელსაც ჩემი 4 შვილი ვერ გადაწონის, იმ ერთის სიყვარულს იმ დონეზე ჩემი არის. ის ჩემს ცხოვრებაში 14 დღის იყო, როდესაც გაჩნდა, რადგანაც მის დედას საკეისროდან მე-10 დღეს უმძიმესი მდგომარეობა დაემართა ინსულტი და ეს გოგო იყო უკიდურეს მდგომარეობამდე, ის იყო მეგობრის შვილი და საბედნიეროდ მომცა უფალმა ის ნება, რომ მე ის გამეზარდა 14 დღიდან და დღეს 17 წლის კაცია და ვიტყვი რომ ისიც ჩემი შვილია. ისე თავისუფლად მიძაღის დედიკო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მე სხვისი შვილის დედობად შევძელი და ამასთან ერთად გმირი მამა ზურა დარჩა. იმიტომ რომ მაშინ 240 ლარი ქონდა ხელფასი და სოფლის ცხოვრება ძროხები რაღაცა ისი და ამით გავიტანეთ, გავზარდეთ ყველამ ერთად. ჩემი შვილები დედმამის შვილებს შორის არ არჩევენ და ეს ჩემი დიდი სიმდიდრეა. მეტი ქონება არ გამაჩნია. მხოლოდ ადამიანობა რაც ვაგროვეთ ეს არის. დამხმარე მეურნეობა მაქვს, ნუ როგორც ჩემს ეზოს ვალამაზებთ, ხო? ასე სახლის უკან მაქვს ჩემი ბაღი, სადაც ფაქტიურად ბაზარზე არაფერზე არ გავდივარ. ყველაფერი თუ კი რამე სოფლის მოდის ბროკოლით დამთავრებული. ის კიტრია, პამიდორია, ბადრჯანია, ყველანაირი წვანილია, ლობიო, რაც კი შედის ფაქტიურად მეურნეობის, სოფლის მეურნეობაში მე ის ყველაფერი მომყავს და მარტო მე არა. ეს არის ოჯახური დიდი შრომა, ვის როგორც სალია, მაგრამ ძირითადი მაინც რაც მიყვარს ის. როდესაც ყვარშვილი ეზოდან გადავა თავის საქმე, მე კიდევ ჩემს საქმეს შეუდგები. ჩემ ხელნაკეთობას შეუდგები და ძალიან მიყვარს ჩემს ეზოში ახლა აშენებული ბასენი, რომელიც ჯერ კიდევ არ მყავს ბოლომდე მიყვანილი და ძალიან მიხარი რომ ის მე ჩაუდები საფუძველი. გაბედნიერებს იცი რა არის, სადაც ოჯახში ერთობა არის, გაგება არც იქ ყოველთვის მოდის და პატივისცემა არის, იქ ოჯახი შედგება და მადლობა უფალს ამ დიდი სიმდიდრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში არის. ამ ჩვენ ადამიანურ ცხოვრებაში ძალიან კარგი 5 შვილი გაიზარდა. ძალიან კარგი ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და აი ეს არის დედისთვის სიმდიდრე მეტი არაფერი, ჩემი ქონება ესენი არის და მადლობა ამისთვის უფალს. ერთადერთი ძალიან ხშირად ვდებ ხოლმე Facebook გვერდზე და ზოგადად ძალიან კარგად ვარ სოციალიზმის მომხმარებელი, ცით რა არის, ძალიან კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არამცალი არსად წასასვლელად და აი, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი საქმისგან ძალიან დაღლილს შევირბენ Facebook-ზე, მოვიკითხავ ჩვენ სამეგობროს, საახლობლოს, სამეზობლოს ადამიანებს და მოვესიყვარულები და ძალიან ხშირად დავდებ ხოლმე ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ.
ამ სამყაროში ამაზე დიდი გრძნობა არ არსებობს, სადაც სიყვარული აი ყოველთვის არის პატიება, აი ყოველთვის არის მეტი ადამიანობა და რაც უფალმა დედამიწას მიმოაბნია, ყველაზე ბევრი არის სიყვარული და რატომაც არა, თუ ქვია ადამიანი აკრიფე. მადლობა ამ სამყაროს იმისთვის, რომ მე კარგი ადამიანების მეგობარი ვარ და მიყვარს და ჩუქნი ამ სიყვარულს თითოეულ ხარდას და ძალიან კარგად იციან ჩემმა მეგობრებმა და მიცნობენ, რომ ამას მარტო ცარიელი სიტყვებით არ ვამბობ. მე სიყვარული შემიძლია და მათგანაც ვღებულობ. ბედნიერი ვარ, ყველა დღე მიხარეა. ეხლა ვიყოფებით სოფელ რგანში და როგორც ვიცით, რამდენიმე კოოპერატორული ბლოკი არის. დასასრულს უახლოვდება რეკულტივაცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერასების ფორმირება. სირთულეები ძირითადად უკავშირდებოდა მაინც ფერდობის დახრილობა იყო, ფუჭიქანების დიდი რაოდენობით გროვა იდგა და ერთი ტერასა ქვევითაც დაჭირდება რა, იმიტომ რომ ძალიან დახრის კუთხიდან გამომდინარე. ტერასების ჯამური ფართობი არის 74,000 კვადრატმეტრზე მეტი გამოვა. კი ბატონო. კი. საბოლოო ჯამში მე აიზომება GPS-ით და ზუსტი ფართობი გვეცოდინება. და ჩვენ ტერასებზე, ისე იგი ზედაპირზე დაირგვება და დაითესება ჩვეულებრივად მრავალწლოვანი ბალახეული საფარი, ბექობებზე და ფერდობის მაღალ დახრილობა სადაც არის. დახრილობებზე დაითესება აკაცია და უფრო გაამტკიცოს ფერდობი. შეკრას ნიადაგი და კი და ჩვენთან ლამაზად გამოვა რა, ესე ვაკეზე იქნება ბალახი, ფერდობზე იქნება აკაციის ხეები. და ფერთა სისტემა გაამაგრეს პრინციპში დახრილობას და ავიშორებთ თავიდან ყველაზე მთავარიც არის ეს ჩამოშლებს, ლოკალურ ჩამოშლებს და მიაღვარის შედეგად გაჩენილ ეროზიულ ღარტაფებს და დახარავებს. პრაქტიკულად 10 დღე მაქსიმუმური კვირა არის დარჩენილი. ახლოვებით 72,000 კვადრატმეტრზე მეტი ტერიტორია იქნება ტექნიკურად სრულად რეკულტივირებული და ამ შემოდგომაზე პრაქტიკულად შევძლებთ, რომ გეგმა გრაფიკის შესაბამისად ჩავატაროთ ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები.